როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ, იმედია მიკროფონის გარშე ჩემი ხმა კარგად ისმის. მოდით დღეს გავშალოთ კონკრეტულად მომავალზე, რა იქნება თქვენ შორის, იმიტომ რომ სანტა მუერტე ამას ძალიან კარგად უყურებს რაღაცა განსაკუთრებით. შესაძლებლობიდან გამომდინარე, რაც ხდება თქვენი ვითარებიდან, სიტუაციიდან გამომდინარე, ნახოთ რა იქნება თქვენ შორის და რა თქმა უნდა ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ნდობისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოს ყველა ბედნიერ, ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები და მე ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტური ნორმა ყველას გვიხარია კარგი სიტყვა. მაშ ასე დავიწყოთ. რა იქნება თქვენ შორის და აქედან გამომდინარე ვიმსჯელებ მე რა კითხვების წამომივა, რა იქნება თქვენ შორის, რა იქნება თქვენ შორის, რა იქნება. ერთი მხრივ, იცი რა არის, რა იქნება თქვენ შორის, რა ვთქვა, რომ რაიმე კონკრეტული იქნება მოქმედების კუთხით არა, მაგრამ მე აქ მომწონს ერთი რამ. იქნება რა თქმა უნდა თქვენ შორის ემოციური ლაბირინთი. რა კითხვების თქვენ გაქვთ და დღეს თქვენ უეჭველი ამ ურთიერთობაზე გაქვთ კითხვები, დაბნეულობა და გამოხატული სევდა, ნაღველი, აუხსნელი მოწყენილობა შეიძლება ძალიან კარგად გრძნობდე თავს, მაგრამ არაფერი არ გახარეთ, ანალოგიურად იგივე მდგომარეობაშია თვითონ და ის იყო ეს ყველაზე კარგი და დადებითი, რომ თქვენ ამ სევდაში მარტო არ ახართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა იქნება თქვენ შორის? იცი რა არის? ეს არ არის ესეთი გაუგებრობა, ისეთი სევდა და ნაღველი, რომ არ გადაილახოს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ამას მოაგვარებს და რატომ მოაგვარებს? იმიტომ რომ მისი სევდა იცი როგორი იქნება? ძალიან ღრმა იქნება, რომელიც დააფიქრებს, ახ რა დრო იყო. როგორ კარგად იყო ყველაფერი და ახლა თითქოს არაფერი არ არის. ისე და საერთოდ იქნება თუ არა იმედს ადამიანი არ იტოვებს და ვერ იტოვებს. ესე იგი, თქვენ შორის მაინც იქნება სევდა. თუ მაგალითად რაღაცებს ელოდებით, გამოდის რომ არ უნდა ელოდებოდეთ კონკრეტულად ნაბიჯებს ან ამის გამოდარებას, უბრალოდ ის იქნება ერთი სევდა, ერთი ტალღა და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ მარტო ყოფნა სევდაში ჯოჯოხეთის ტოლფასია. ქალისთვის. ნახოთ აბა ახლა ჩვენ მე აქედან მომდის ერთი კითხვა. რატო გონია რომ არაფერი არ იქნება კარგად? რატო გონია რომ რაღაცა უიმედოდ არის? შმაკის არკანი. სამი მაღალი არკანია. ჯერ ეს ვიტყოდი რომ მესამე ფაქტორები გამოკვეთილად არის ამ ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, როგორც სულიერი ისე უსული და თქვენ დაუკავშირეთ თქვენს სიტუაციას აუცილებლად ეს ძალიან ხელს უშლის ყველაფერს. თავს ვერ განებებს ეს ადამიანი. ესე იგი, რა გამოდის, რა უშლის ხელს და რატომ აქვს იმედი დაკარგული? დაკარგა იმედი იმიტომ, რომ მე შენ თავს ვერ განებებ, ანუ არა ლოგიკა, მაგრამ უჭირს. ესე იგი, გამოდის, რომ ისედაც ვერ ხედავ რეალურ გამოდარებას და რაღაც იმედს ურთიერთობაში მიზეზებიდან გამომდინარე, როგორიც მე დავასახელე და რაც არის თქვენ შორის და თქვენ სიტუაციაში. და აქედან გამომდინარე, რომ ადამიანი შინაგანად თავს ვერ განებებს და არის მიჯაჭვული და ხარ საოცარი ქალი და ფანტასტიკა, არ ვიცი, ქალი ფანტასტიკა კი თავისი უჟასებით და თავისი რაღაცა ძალიან დადებითი და მშვიდი ენერგიებით. რაღაცა არის შენში ისეთი, რომ უბრალოდ სხვაში ვერ იპოვის ამას. შეიძლება დავარქვათ ამას სიყვარული? იეროფანტი, რატომაც არა. სულით მონათესავე რო ხარ, ერთი სისხლის რო ხართ რაღაც, რასაც შეიძლება სახლის ვერ არქმევ, ზოგჯერ სახლის დარქმევა სულაც არ არის რამე ეს აუცილებელი, რასაც გულში გრძნობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი წყენა ამ ურთიერთობაში, ბევრისთვის ღალატი, ბევრისთვის ისეთი დაპირებული სიტყვა, რომელიც არ ახდა. და როდის ახდება კაცმა არ იცის, იმიტომ რომ ადამიანი როგორ რაღაცას აკეთებს, იცი, გან ამას ძალით აკეთებს, მაგალითად მოგცა რაღაცა სიტყვა და გითხრა და დაგაიმედა, ამას ძალით კი არ აკეთებს. ამას რეალურად გეუბნება, მაგრამ ნახე, ისეთ ადგილზე დათესა ეს მარცვალი
ბეტონში ჩათესავ და ბეტონში როგორ ამოვა ხო დათესე რაღაცა ისე დამუშავებულ მიწაზე ისე აი სპეციალურად რომ ვიცი სად რა უნდა დათესო ხო ამან გეგონება არაფერი არ იცის და ისე თავდაჯერებულად თესავს აი არასწორ ადგილზე ამ სიტყვებს და რაღაცა ისეთი თავისებურია რომ ცოტა არ იყოს გაგიჭირდებათ ამის გაგება და შედეგიც იმიტომ არის ასეთი როგორშიც ხართ ახლა არა საქმე რაშია მისი სიმართლე და მისი ეს ჯიუტი მიდგომა იმდენად მართალია რომ შეიძლება მართლა ისე გამართლეს როგორც გონია შეიძლება შენ გეუბნება რომ ცდები და შენ მართლა შეიძლება სულაც არ ცდებოდ მაგრამ ეს ადამიანი როგორი მიდგომითაც არის ასე უმართლებს და შეიძლება გვიან მაგრამ იმ ბეტონში ჩათესილმა მართვალმა შეიძლება მართლა ამოხეთქოს რეალურად დადებითად რა თქმა უნდა იცი რა არის რაც უფრო შენი მიმართულებით წახვალ აი რო გეცოდინება შენ რა გინდა როგორ გინდა შენი დინებისკენ წახვალ და უკან არ მოიხედავ რა რა შვებანე და ან რას ფიქრობს უფრო და უფრო მეტად მოგეწებება ადამიანიც ეს პიროვნება რა თქმა უნდა და შენი კუთვნილი ბედნიერება რომელიც შენ გეკუთვნის მაგრამ თუ შენს თავს ბედნიერებას და ამ ბედნიერების მიზანს არ ამოკვეთავ და არ მიყვები შენს ასეთი გაურკვეველი და აბდაუბდა ურთიერთობა და გრძნობები დაგედევნება. ამიტომ ბევრი რაღაცა არის შენს მიმართულებაზე დამოკიდებული და ამ შემთხვევაში შენ რა თქმა უნდა იმოქმედო შენი ცხოვრებისკენ. ამ შემთხვევაში უნდა გადადო ცოტა ხანი პირადი და რაც დაგვიანებულია და რაც არ გაგიკეთებია და გინდა ამის გაკეთება ის უნდა გააკეთო. შეიძლება ეს იყოს ყველაზე კარგი მინიშნება ცხოვრებაში, საერთოდ წარმატებული ადამიანი ყველას მოწონს. ძალიან ყველას მოწონს, ამიტომ მე ამაში რა თქმა უნდა თქვენ გისურვებთ წარმატებას. ეს ყოლად არ გირჩია ტარო, იმიტომ რომ გაქვთ ამის პოტენციალი სულ ყველას, ვინც ახლა გაშლას უყურებს ორიანი თასი. მოკლედ, ერთი რამ იცოდეთ. ძალიან მიყვარს ეს არკანი. ორი ჩონჩხი, მაგრამ შიგნით სიყვარული არის. ესე იგი არ შეგეშინდეთ არანაირი ვითარების არანაირი გადაწყვეტილებების მოусმენთ საკუთარ თავს, საკუთარ გულს, რადგანაც, როცა შენ ზუსტად აირჩევ შენ გზას და შენს მიმართულებას, შენი ადამიანი და შენი სიყვარული არ აქცდება. ამაში ეჭვი არ შეიტანოთ. მე ამ ლამას არკანზე დავამთავრებ ამ გაშლას. რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში და მდროებით.